გამოიცანი როდის აქვს საბას დაბადების დღე და მიიღე 100 ლარის აჩუქრად. ოღონდ ყველა არასწორ გამოცნობაზე 5 ლარი აკლდება. უბრალოდ ვერსიები უნდა თქვა. რავი, ხვალ. არა. მინიშევას მოგცემ რომ არც დღეს და არც გუშინ. 18 ოქტომბერი. არა აქვს. 17 სექტემბერი. არა. ფიქს აზრი არ აქვს ჩემი აზრით. 25 ივლისი ჩვენი მშობლების ქორწინების დღე არის. და მაგიტომ ამ ხუთლას არ გამოვაკლე. მადლობა დედა და მამა რომ გაგვაჩინეთ ძმები. ჩვენი TikTok არხი გაქვს გამოწერილი? არა, არ მაქვს. აი შედი და ეხავე რო გამოიწერ? თუ გამოიწერ? რა ბენეფიტები იქნება რა გამოიწერ? გაგვეხმარებ, ჩვენ გვექნება ბენეფიტი. გაგვეხარდება. გამოგვიწერ? აბა. ასეთ თეოლ გამოწერას და თქვენც გამოიწერეთ. გამოიწერა, ხო არა? კაი, აჰა, ეს გამომართვი და მოიცა ერთიც მივცეთ. რაც აქ დაკარგე, მოგეცით მაინც. ეგ უკვე შენია. რახან გამოიწერე? 7 ნოემბერი. არა. 25 ოქტომბერი. არა. კაი, გადავიდეთ მინიშნებებზე. ზაფხულში და გაზაფხულზე არ მაქვს დაბადების დღე. აი, 20 ოქტომბერი. არა. გონდა ოქტომბერში მაქვს დაბადების. აი კიდე ერთ მინიშნებას მიცემ რომ ოქტომბერშიც არ აქვს. თლიან შემოდგომაზეც არ აქვს აი, დაბადების. ანუ ზამთარში მაქვს დაბადების. კი, ზამთარში მაქვს. და სხვა შეს საბარო დაიბადა ძალიან დიდი თოვლი იყო თბილისში. ეს იყო 2002 წლის 14 თებერვალი. არა, მე ვალენტინობაზე არ დავიბადებოდი. ეგ კაცი არ ვარ მე რომ 14 თებერვალს დავაბადებულიყავი. 15 იანვარი. არა, ახალი წლის მიდამოებში არის პლუს მინუს 10 დღე. 21 დეკემბერი. 20 რა? რამდენი? 1. ოპა, ეგ არის. ოჩა! გამოი. ბრავო, არ დასვამიდა მე. ოჩა, მოდი დავთვალოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ეგ არის. რამდენია დაგვიწერეთ? აჰა, ეს ფული შენ გადმოგეცემა სრულად. მოკლედ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და იქნებ თქვენც მოხდეთ ჩვენს ვიდეოებში. ბრავო. კაი, ეხა ფული დაგვი